დაბრუნდით ისე პირდაპირ ეთერში ვართ ძალიან საინტერესო ვიდეო რგოლი ვნახეთ დედამიწის საათთან დაკავშირებით და სწორედ აი ამ თემით ვაგრძელებთ ჩვენ სტუდიაში სტუმრებთან ერთად საუბარს. ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კომუნიკაციების მენეჯერი ანა ცინცაძე, მოგესალმებით, ჩვენი სტუმარი, ასევე კაპიტანი მარინა შვანგირაძე, ექსპერტი კლიმატის ცვლილებების საკითხებში. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის, ძალიან საინტერესო თემაა და ძალიან მოხარულები ვართ კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ ჩვენი ქვეყანა უკვე მე-7-ად აღნიშნავს დედამიწის საათს და უერთდება აი ამ გლობალურ და იმასაც დავამატებთ, რომ საზოგადოებამ ძალიან აიტაცა მახსოვს წინათლები, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი ჩაერთო და იმედი მაქვს, რომ განვითარდება ეს დედამიწის საათი ჩვენს ქვეყანაში და უფრო მეტი და მეტი ადამიანი ჩაერთო. და პირველ რიგში, სანამ გადავიდოდეთ იმ ღონისძიებებზე, თუ როგორ აღნიშნავთ, საინტერესოა რომ გითხრათ, რაში ეხმარება ზოგადად დედამიწას 1 საათით გამართული ენერგია. კიდევ ერთხელ მივეწოდოთ საზოგადოებას ეს ინფორმაცია თუ შეიძლება. კი ბატონო, ალბათ მე დავიწყებ, რადგანაც კლიმატის ცვლილებასთან ვართ ეხა დაკავშირებულები და ძირითადად ეს ღონისძიება მიბმულია, ასე ვთქვათ, აი ამ გლობალური დათბობის პროცესთან. ორი სიტყვით ვიტყვი, რომ ძირითადი გამომწვევი აი ამ გლობალური დათბობის გახლავთ ენერგორესურსის მოხმარება. რასაც ჩვენ ვაკეთებთ 1 საათის განმავლობაში, ეს არის უზარმაზარი ენერგიის დაზოგვა. აქედან გამომდინარე, იმიტომ რომ ეს გლობალური პროცესი შეჩერდეს, რა თქმა უნდა, ამ 1 საათს აქვს მიზერული წილი ამ პროცესში, მაგრამ თვითონ იმის დემონსტრირებას, რომ კაცობრიობამ უკვე გაიგო თუ რამხელა მნიშვნელობა და რამხელა რისკები მოაქვს ამ კლიმატის ცვლილებას და კონკრეტულად ერთ-ერთი ღონისძიება რა შეიძლება გაკეთდეს თითოეული ჩვენგანის დონეზე. მე აქვე მინდა გავუსვა ხაზი, რომ ეს არის იმდენად დიდი პრობლემა, რომ ასე ვთქვათ, ცალკეული ადამიანების წვლილი რა თქმა უნდა არის, მაგრამ უფრო სერიოზული ნაბიჯები უნდა გადაიდგას, ვიდრე ცალ-ცალკე ჩვენ თუნდაც როგორც მთელ საზოგადოებას შეუძლია გააკეთოს, მაგრამ ეს არის ძალიან კარგი მაგალითი, როგორ შეიძლება, ანუ რა ტიპის ღონისძიებებით შეიძლება იყოს დემონსტრირებული მთელი საზოგადოების და მთელი კაცობრიობის ჩართულობა და მე მგონი თქვენ შეგიძლიათ უკეთესი მაგალითებით კიდე შესთავაზოთ საზოგადოებას და მსოფლიოს. ძალიან საინტერესო იდეები გაქვთ, მე ვიცი ეს. კი ბატონო, ამიტომ ჩვენ ვისაუბრეთ და გავაჟღერეთ აუცილებლად, რომ აი მაგალითად ძალიან კარგი იქნებოდა, განიც დაგვეთანხმება ალბათ და შეიტანსპერე შესწორებებს, რომ აი საცობებიდან გამომდინარე გავაკეთოთ ის, რომ ერთი დღე, ვთქვათ, გავაჩეროთ ავტომობილები და იმოძრაოს მხოლოდ ესე იგი სასწრაფო პატრულმა, ესე იგი საპატრულო პოლიციამ და ნუ ტაქსებმა შიგადაში. და ეს იქნება მე მგონი ძალიან დიდი განტვირთვა. დიახ, ეს არა მხოლოდ საცობების, თქვენ იცით, რომ ყველაზე დიდი ასე ვთქვათ, ემიტორი და წვლილის შემტანი აი ამ პროცესში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გახლავთ ტრანსპორტი. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ შევძლებთ, რომ ერთი დღე ტრანსპორტის სექტორი თუნდაც ნაწილობრივ შევსხუდოთ ეხა ყველაფერს. ან შესაძლებელია ვთქვათ, სამარშრუტო ტაქსებმა ჩაანაცვლოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტმა იაროს და ტაქსები გავაჩეროთ. აი, ჩვენი ხმის რეჟისორი გვემბა სახში როგორ წავიდეო. აქედან არა მართლა ძალიან კარგი ის არის, ეს თვითონ ეს შუქის გამორთვა მე მახსოვს წლების წინ 7 წელია უკვე რაც ესე იგი აქტიურად ჩაერთო საქართველოს ამ კამპანიაში, ძალიან მნიშვნელოვანი აქცია ნამდვილად და სიმბოლურია რაც მოსთავარია და აი ესეც იქნება, ესეთი აქციები იქნება სიმბოლური, რომ ჩვენ უფრთხილდებით გარემოს და ჩვენ გვინდა რომ ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ ჯანსაღ გარემოში. ანის ვკითხოთ. დიდი მადლობა, რომ დაგვითმეთ თქვენი დრო და თქვენი მაყურებლების დრო. ნამდვილად სიმბოლური დანიშნულება აქვს, სოფლიო მე-9-ად აღნიშნავს, საქართველოში მე-7-ად აღნიშნავს წელს დედამიწის საათს და კრიტიკოსები ხშირად გვაკრიტიკებენ, ასე ვთქვათ, ეს არის ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის პლატფორმა, რომელიც ღია ყველა ორგანიზაციისთვის, თითოეული ადამიანისთვის, რომ ჩაერთოს ამ კამპანიაში, მაგრამ ჩვენ როგორც ასე ვთქვათ, ორგანიზატორებს ხშირად გვაკრიტიკებდნენ, რომ 1 საათი არ შეიძლება იყოს ის დანაზოგი, რომელიც კლიმატის ცვლილებაში შეიტანს რაიმე განსხვავებას, ასე ვთქვათ. მინდა გავამახვილო ყურადღება, რომ საუბარია ეს არის სიმბოლური აქტი 1 საათის განმავლობაში, მაგრამ მთელი აქცენტი არის, რომ მდგრადი ცხოვრების სტილი გავხადოთ ჩვენი წვლილი. და აქ არის როგორც თითოეული ადამიანის წვლილზე საუბარი, ასევე არის
ბიზნეს სექტორზე, აქ არის სახელმწიფო დონეზე, ქვეყნის პოლიტიკა რა იქნება, კანონმდებლობა როგორი იქნება, რეგულაციები როგორ იქნება. როგორ უზრუნველყოფს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება ცვლილების შეტანას, ასე ვთქვათ, კლიმატის ცვლილებაში. მომხმარებელზეა, მოთხოვნაზეა დღევანდელი ბიზნეს სამყარო მეტად აგებული და დამოკიდებული, ვიდრე საკანონმდებლო რეგულაციებზე. შესაბამისად, თუ მომხმარებლის არჩევანი იქნება მდგრადი განვითარების სასარგებლოდ, შესაბამისად უკვე ჩაერთვება სახელმწიფოებიც, დიდი სახელმწიფოები, რომლებიც მეტი წვლილი შეაქვთ, ასე ვთქვათ, ამ კლიმატის ცვლილების საკითხში და ასევე ის დიდი წარმოებები, რაც ასე ვთქვათ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ამ ყველაფერზე. ღია ცის ქვეშ ეწყობა ხოლმე ღონისძიებები, როგორც ვიცით, ამ დღესთან დაკავშირებით, წელს როგორ გაიმართება და აი დევიზით ხომ არ გაქვთ მოფიქრებული? დიახ, წელსაც ღია ცის ქვეშ მგვალბაღში ტრადიციულად უკვე მეშვიდედ უმასპინძლებთ, რა თქმა უნდა, გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში არის ერთ-ერთი მთავარი თანაორგანიზატორი, სამინისტროსთან ერთად, ასევე წარმოდგენილია სენი და CNF-ი კავკასიის ბუნების ფონდი. დიდი მადლობა მინდა უთხრა მე ამ ორგანიზაციებს, რომლებიც ჩართულები იყვნენ. CNF-ი წელს პირველად შემოგვიერთდა, დანარჩენი ორგანიზაციებმა კი ასე ვთქვათ, 7 წელი მოიტანეს დღემდე. წელს გვექნება ღია ცის ქვეშ, ასე ვთქვათ, შუქის გარეშე, ცეცხლოვანი შოუ, რომელსაც წარმოგვიდგენს მოძრაობის თეატრი. ძალიან საინტერესო იქნება, მინდა მოუწოდო თქვენს მაყურებელს, მოვიდნენ ბავშვებით, აი ძალიან საინტერესო, სახალისო იქნება, კარგად ყურებადი და შაბათ საღამოს მშვენივრად გატარების საშუალება. საინტერესოა თუ ჩაერთვებიან რეგიონები. სიამოვნებით შეუერთდებით ამ საღამოს. და დიახ, შემოუერთდება წელს რეგიონები, როგორც ასე ვთქვათ, ორგანიზაციები, რომელიც გარე განათებას და არასასიცოცხლო მნიშვნელობის ელექტროენერგიას გამორთავენ და არ გამოიყენებენ ამ 1 საათის განმავლობაში. ასევე ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მხარდამჭერები და ასევე ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის აქტივისტები, მხარდამჭერები, წევრები, ეკოკლუბები, სკოლები და ახალგაზრდები გამართავენ დამოუკიდებელ ასე ვთქვათ, აღნიშვნას და ღონისძიებას. ვიცი, რომ ბათუმი, ქუთაისი, თელავი იქნება ძალიან აქტიურად ჩართული და ძალიან საინტერესო ღონისძიებებს შემოგთავაზებენ ადგილობრივად. ძალიან საინტერესოა, ასევე კაპიტან მარინა თქვენ მეკითხოთ, ზოგადად კლიმატის ცვლილება ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გარემოს დაცვის კუთხით, სერიოზული პრობლემაა მსოფლიოს მასშტაბით და როგორც ძალიან ხშირად იწერება ხოლმე, შეიძლება დღეს თუ რაღაც უნდა გაკეთდეს და არ გაკეთდა, ხვალ უკვე დაგვიანებულიც იყოს. და ჩვენი გაუფრთხილებლობის გამო შედეგებსაც ვიმკით, როგორც ხედავთ, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით. კი. უბრალოდ ერთ პატარა შესწორებას შევიტან, რომ მე ამას არ დავარქმევდი ამ იმდენად გარემოს დაცვით პრობლემას ჩვენი, ასე ვთქვათ, ტრადიციული გაგებით. ეს უფრო არის ეკონომიკური და საერთოდ განვითარების პრობლემა. მოდით ასე შევხედოთ. არის ძალიან ფართო, იმიტომ რომ თვითონ მიმდინარე ცვლილებები ძალიან სერიოზულ დარტყმას აყენებს ეკონომიკის უამრავ სექტორებს, მაგალითად საქართველოში. აღარ ვამბობ კიდე უფრო მოწყვლად ქვეყნებში, ხო აფრიკის ქვეყნებში, რომელთაც უფრო ნაკლები თავდაცვის უნარი აქვთ. და აქედან გამომდინარე ეს რისკები ყოველდღე იზრდება და არა მხოლოდ ეკოსისტემები ყვებიან ამ პროცესში. ამიტომ თუ გავაგრძელებთ აი ამ ინიციატივას, რომელსაც დღეს ვსაუბრობთ ჩვენ, ფაქტიურად საზოგადოებაში სხვადასხვა ფენები და ასე ვთქვათ მოქმედი პირები ვართ და შესაბამისად ყველას თავისი როლი აკისრია და ძალიან საინტერესოა საზოგადოების მობილიზაციისათვის არასამთავრობო სექტორის როლი, რომელსაც ძალიან კარგად ასრულებენ. ამავე დროს მნიშვნელოვანია მთავრობის როლი, მაგრამ მთავრობა მარტო ვერაფერს ვერ გახდება, თუ არ იქნა როგორც თქვა საზოგადოებიდან აი ამის მოთხოვნა. მაგალითისთვის რო ვთქვათ, აი ძალიან ელემენტალური მაგალითი, ხო? მე როგორც საზოგადოების წევრს თუ მიხარია ამ სიამოვნებს და მიმაჩნია რომ ეს უფრო სწორია რომ ფეხით ვიარო, თუ კი მთავრობა არ უზრუნველყოფს იმას რომ ფეხით სავალი იყოს ქალაქში შესაბამისი, კომფორტულად მოწყობილი, მე უკვე შეზღუდული ვარ და პირიქით დაუშვათ მე თუ კი არ მაქვს მოთხოვნილება რომ სუფთა ჰაერი ვისუნთქო, იმიტომ რომ გლობალური დაათბობის ასე ვთქვათ გამომწვევი მიზეზები
არანაკლებად ლოკალურ დაბინძურებას იწვევენ. და პირიქით, აქედან გამომდინარე, ყველას თავის ფუნქცია აქვს და აი ამ ფუნქციების სწორად დანახვა არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ პროცესში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ქვეყნებში ალბათ იმართება კონფერენციები, იმართება მეცნიერები მოხსენებებს წარმოადგენენ და რა ვითარება არის აი ამ კუთხით საინტერესოა, რამდენად დგას მსოფლიო საშიშროებების წინაშე და რას აკეთებს დანარჩენი მსოფლიოს ქვეყნები ამ იცით რა, საშიშროებას თითქოს ყველა აღიარებს. ყველა აღიარებს, რომ არ უნდა გაგვექცეს გლობალური ნაზრდი ტემპერატურის 2 გრადუსის ზემოთ, იმიტომ რომ შეიძლება შემდეგ შეუქცევად პროცესებთან მქონდეს საქმე. მაგრამ თითქოს ღონისძიებების გატარებაც, ასე ვთქვათ, ყველა იღებს თავის თავზე, მაგრამ ჯერ კიდევ საერთაშორისო საზოგადოებას აკლია ერთიანად, მთლიანად შეკრულობა, იმიტომ რომ ჩვენ ორი ტიპის საზოგადოება ვართ, ხო? ერთი არის კარგად განვითარებული, მეორე არის განვითარებადი. განვითარებადებს იმდენად მძიმედ აწევს სოციალური და სხვა პრობლემები, რომ მათთვის ძნელია ბოლომდე გაიაზრონ, ანუ ჩემთვის ახლა სულ ერთი არ ვთქვათ, განვითარებული ქვეყანა ამბობს, რომ ეს გლობალური დათბობა წამლეკავს თუ ასე ვთქვათ, შიმშილი წამლეკავს და ასე შემდეგ. ანუ ეს არ არის მარტივად გადასაწყვეტი საკითხი. თუმცა მეცნობიერება ამ კუთხით ამაღლებს. დიახ, ანუ ამ პროცესში ყველას თავის ინტერესი აქვს, მოდით ასე ვთქვათ. არის გარკვეული ასე ვთქვათ, ძიძგილაობა, რომ ვინ იყო პირველი, ვინ დააშავა პირველი, იმას მეტი პასუხისმგებლობა უნდა ქონდეს, მაგრამ ბოლოს და ბოლოს მიდიან უკვე ნაბიჯ-ნაბიჯს და საბოლოო აი ახლა პარიზში უნდა იყოს 2000 სხვა შორის უკაცრავად აქვე ვიტყვი, რომ დიზელის ესე იგი ძრავიანი ავტომობილების ნელ-ნელა ამოღება მიმდინარეობს ექსპლუატაციიდან და მხოლოდ ბენზინზე მავალი ავტომობილები დარჩებიან. ეს ერთგვარი ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია, რომ რა თქმა უნდა, მაგრამ ამავე დროს ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ იგივეს ვერ გააკეთებს ბევრი სხვა ქვეყანა. დაუშვათ ელემენტალურად ძალიან ცუდი შედარება რო ავიღოთ იმის გამო რომ ჩვენმა მეზობელმა ქვეყანამ გარკვეული რეგულაციები დაადო ტრანსპორტის სექტორს და შეწყდა მეორადი მანქანების ტრანსპორტი ამან იმ წუთში იმოქმედა საქართველოს ეკონომიკაზე ეს იმდენად ნებისმიერი შეზღუდვა ნებისმიერი ისე თანდათან უნდა მოხდეს და ძალიან კარგად დაგეგმილათ რომ ეს არ არის ადვილი გასატარებელი ეს არ ნიშნავს რომ გავჩერდეთ ყველა მუშაობს ამიტომ არის უამრავი მდგრადი განვითარების ასე ვთქვათ პროგრამები სტრატეგიები და ასე შემდეგ და საკმაოდ სერიოზული დახმარებები არის განვითარებული ქვეყნებიდან რომ შენ სწორი გზით განვითარდე. ეს შედის ყველა ქვეყნის ინტერესში, ხო? რასაჭიროა ვთქვათ, თუ კი შეგიძლია რომ უფრო სუფთა გზით განვითარდე, მაინც და მაინც აიჩემო რომ არა მე მინდა მანდ-მაინც მეორადი მანქანა ან დიზელის მანქანა ან კიდევ უფრო მაგალითად არა ეკონომიკური მოხმარება ელექტროენერგიის, ხო? და მე მგონი კაცობრიობა მიდის თანდათან ნელ-ნელა, როგორც მთავრობის დონეზე, ასე საზოგადოების დონეზეც ანას მინდა ვკითხო, წეგან თქვი რომ რაღაც გარკვეული ნაწილი ცოტა კრიტიკულად უყურებს ამ ყველაფერს. თუ არის იმის საშუალება, რომ მაგალითად დაიბეჭდოს თუნდაც რაღაც ბუკლეტების სახით საინფორმაციო გავრცელდეს სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში, რომ უფრო მეტმა ადამიანმა იცოდეს, აი როგორც წეგან თქვით, 1 საათით გამორთული ენერგია რას აძლევს ზოგადად და რის საშუალებას აძლევს. ზოგადად კლიმატის ცვლილების მიმართულებით რამოდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და დონორი ორგანიზაცია მუშაობს შესაბამისად მათი პროექტის ამოცანები უკავშირდება ამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას თუ რა არის, რა შედეგები მოაქვს, რა იწვევს, რა შეგვიძლია გავაკეთოთ. ამ კამპანიის ფარგლებშიც გავავრცელეთ, უბრალოდ გავავრცელეთ ელექტრონულად, მიეწოდა სკოლებს, მიეწოდა ეკოკლუბებს და ასე შემდეგ. რაც შეიძლება ფართოდ გავავრცელოთ, ყოველ შეუძლია რომ მოგვმართოს თუნდაც ჩვენი Facebook-ის მეშვეობით და ჩვენ მივაწოდებთ ასლს. აქვე აუცილებლად უნდა აღნიშნო, რომ კლიმატის ცვლილების შესახებ სახელმძღვანელო არის ეროვნული სასწავლო გეგმის ნაწილი, რომელიც სენმა შეიმუშავა ეს ასე ვთქვათ სახელმძღვანელო და არის ძალიან მარტივი ენით, ძალიან თვალსაჩინოდ გადმოცემული რა არის, რა უნდა გავაკეთოთ, რა არ უნდა გავაკეთოთ და რა შეიძლება მოხდეს ეს რომელ პასუხშია გადაწყვეტილება. ეს არის ეროვნული სასწავლო გეგმის ნაწილი, შესაბამისად მისი ინტეგრირება ხდება რამოდენიმე საფეხურზე, ასე ვთქვათ და სხვადასხვა საგნებში, ხო? ანუ ცალკე
ერთ საგანში არ ხდება. ეს შეიძლება იყოს გეოგრაფიის ნაწილიც, შეიძლება იყოს სხვა საბუნებისმეტყველო საგნების, ან თუნდაც სამოქალაქო და ასე ვთქვათ. მოდით კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომელ დღეს და რომელი საათიდან რომელ საათამდე გამოირჩევა ელექტროენერგია. შაბათს 28 მარტს საღამოს 9:30-დან 10:30-მდე ჩავაქრობთ შუქებს და ყველას თბილისის მასშტაბით ველით, მრგვალ ბაღთან, სადაც ძალიან სასიამოვნო სურპრიზებს გვერდებით, ცეცხლოვანი შოუ და ასევე ჯგუფი ყველა. დიახ, მოძრაობის. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც არავინ არ გააპროტესტებს შუქის გამართვას. არ იქნება შემოძახილი, რომ აი ხედავთ და რაღაც ესეთი. შუქი წავიდა და რა თქმა უნდა, შუქი წავიდა. მიზეზებს აღარ გავყვეთ, ეკო, იმიტომ რომ ძალიან შორს წავართ და გაგვახსენდება 90-იან წლებში, როცა ოვაციებით და ესე იგი აპლოდისმენტებით ხვდებოდით ყოველი შუქის მოსვლას. და ეხლა შუქის ჩაქრობა შევხვდეთ აპლოდისმენტებით 28 მარტს 9:30-დან 10:30-მდე, იმიტომ რომ ჩვენ უფრთხილდებით გარემოს. ძალიან დიდი მადლობა, მადლობა რომ იყავით ჩვენთან. გვინდა გისურვოთ წარმატება. ჩვენ დიდი სიამოვნებით შევუერთდებით ამ ღონისძიებას და ძალიან გვიხარია კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენი ქვეყანა უკვე მე-7-დე აღნიშნავს აი ამ გლობალურ აქციას და უერთდება მსოფლიოს მის აღნიშნავს. და იქნებ ჩემი პროექტიც სამოწიოთ ესე იგი. იქაც გავაშღეროთ ირაკლი. გვალბახთან. ხო, კი ბატონო. არ არის ცუდი კი ბატონო, შვენიერი იდეა. დიდი მადლობა. მადლობთ თქვენ. რომ ხარ ჩვენი იყავით ჩვენი გაცემის სტუმრები, გისურვებთ წარმატებებს და მადლობა რომ ხარ ჩვენი ქვეყნის და სულად მსოფლიოს დედამიწის ჯანმრთელობის სადარაჯოზე. გემშვიდობით, კეთილი სურვილები, ჩვენ კი ვაგრძელებთ ჩვენ დღეს ჩემი ცხოვრების დღეურები, ასე ქვია ფილმს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის მიერ მომზადდა. მისი წარდგინება დღეს იგეგმება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თუმცა მანამდე სანამ წარდგინება მოხდება, სტუმრები ფილმის შესახებ ჩვენ გვეტყვიან, ასე რომ პირველები მოისმენთ ამ ფილმის შესახებ, რომელიც როგორც ვიცი, რეალურ ფაქტებს ეფუძნება, ასე რომ ძალიან საინტერესო ფილმზე გვიამბობენ, დაგველოდეთ. ასე რომ აუცილებლად უნდა დაგველოდოთ, დავბრუნდებით ძალიან მალე.